რუსთავი 2-ზე სიუჟეტის გასვლის შემდეგ გაჩნდა იდეა ბესოს დასახმარებლად. სიუჟეტში 10 წლის ლუკა ითხოვს დახმარებას მისთვის, პატარა ბესოსთვის, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. ამის შემდეგ გადავწყვიტე მოქმედება კი შემდეგნაირად განვახორციელე. გადავწყვიტე ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო ღონისძიება ბესოს დასახმარებლად. ამისთვის ეზო სცენით გამოგვიყო კავკასიურმა სახლმა, რისთვისაც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. ასევე მე დაუკავშირდი ახალგაზრდა მომღერლებს და პოეტებს, იგივე გუნდ იბერიას, ზურაბ ბარბაქაძეს, იგივე ფანდურას თავის გუნდგენთან ერთად, ასევე ჩემთვის მეგობრებს, ახალგაზრდა პოეტებს, გიორგი გოროზიას, გიორგი რამაზაშვილს, ალექსანდრე შურღაიას, მათგან რა თქმა უნდა მივიღე თანხმობა და საბოლოოდ გამოვიდა ვფიქრობ ძალიან ლამაზი საღამო. გოგომიდის მოხეულში ოდელი ავრანუნი სტაცეხელი არ გაუში ოდელი ავრანუნი დედამისი მეხვეწება ოდელი ავრანუნი აგოცე და გამოუში საოცარია, როდესაც ხედავ თუ როგორ არის ამდენი ადამიანი შეკრებილი ერთი საქმისთვის, სიკეთისათვის და ღონისძიებაზე სწორედ ასე იყო. ისინი არ მღეროდნენ მხოლოდ სიმღერისათვის და არ ამბობდნენ ლექსს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა ეთქვათ. ისინი ამას აკეთებდნენ გულით და ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ ბესოს დახმარება. ამის შემდეგ ველაპარაკე ბესოს ტელეფონზე და ვკითხე თუ რა უნდოდა ყველაზე მეტად და მისი სრული კომპიუტერი აღმოჩნდა. გამომდინარე იქედან, რომ შემოსული თანხით არ ჰქონდა შესაძლებლობა გვეყიდა კომპიუტერი, აქ ისევ კეთილი ადამიანი გამოჩნდა ვალერი გრიგორიანი, რომელმაც შემოგთავაზა კომპიუტერის აწყობა. საბოლოოდ გამოვიდა ესე, რომ კომპიუტერიც ჰქონდა და შემოსული თანხით ვიყიდეთ პროდუქტები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე კავკასიურმა სახლმა გადმოგვცა ბავშვებისთვის ქალბატონ ნაირა გელაშვილის ზღაპრები, სხვადასხვა საინტერესო წიგნები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. ჩვენ გავემგზავრეთ ლანჩხუთში. გზა საკმაოდ დიდი დამხლელი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ გვგრძნობდით საოცარ სიხარულს და ველოდებოდით იმ წამს, როდესაც შევხვდებოდით ბესოს. ეზოში შესვლისთანავე ჩვენ დავხვდა საოცრად თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გაუსაძვისი გაჭირვების და ტკივილის მიუხედავად. და იმედიანი თვალებით ბესო, რომელიც თურმე იმაზე დარდობდა, რომ დავაგვიარეთ, ხომ არ გადაიფიქრესო. ჩვენ გადავეცით ოჯახს პროდუქტები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ბესოს ჩაუვთეთ კომპიუტერი. მას შემდეგ, რაც ბავშვი მივიჭდა კომპიუტერს და დაიწყო თამაში, მივხვდით ერთ რამეს. თუ რა ცოტა კმარა ადამიანს ბედნიერებისათვის. ბესო ბედნიერი იყო და ჩვენ ათმაგად ბედნიერები ვიყავით, რომ ამის მიზეზი ჩვენ გავხდით. არ შემიძლია გამოუტოვა ლუკა, ბესოს ძმა. ასაკის მიუხედავად ის ძალიან კარგად გრძნობს, თუ რა პრობლემის წინაშე დგას ოჯახი და ითხოვს დახმარებას. იმედი აქვს, რომ სულ მალე მასთან ერთად წავა ბესოს სკოლაში. ჩვენ სულ ცოტა ხნით ვიცხოვრეთ ამ კეთილი ოჯახის ცხოვრებით და მოგვიწია თბილისში უკან დაბრუნება. დაბრუნება იმ იმედით, რომ ჩვენ აუცილებლად გამოგვჭდებიან იმდროები. ბესოს სჭირდება სხვადასხვა ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, წამლებით მკურნალობა, ორთოპედიული ქირურგია, ფსიქოლოგიური მომსახურება და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, თანამედროვე მედიცინის დახმარებით და სარეაბილიტაციო კურსით შესაძლებელია ბესოს გადარჩენა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას თითოეულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ერთად დავეხმაროთ ბესოს. ასევე მივმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს, გამოეჩინოთ გულისხმიერება და ერთად გადავარჩინოთ ბესოს მომავალი. ეს არ არის მხოლოდ ბესოს პრობლემა, ეს დღეს სამწუხაროდ გლობალური პრობლემაა, მაგრამ ჩვენ თუ მხოლოდ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარებთ, ეს უკვე გადარჩენის სიცოცხლე იქნება. ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. ბოლოს მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მონაწილეს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში. ასევე კავკასიურ სახლს განსაკუთრებული მადლობა, რადგან მოგცა საშუალება ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა. მსგავსი სახის ღონისძიებები ტარდებოდა, ჩატარდა და ვფიქრობ მომავალში ჩატარდება. ასევე არ შემიძლია გამოუტოვო კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარი უჯუხუ და მისი მეუღლე ბატონი მიხო, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყვნენ. მადლობა ყველას.